ვითარცა იყო დღეთამათ ნოესთან, აი ნოეს პერიოდი. როგორც ნოეს დროს იყო, ესე იქნება ქრისტე რო დაბრუნდება, მაგრამ ქრისტე გლობალურად დაბრუნდება, ამაზეა საუბარი, მაგრამ ქრისტე თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშიც, ინდივიდუალურ ცხოვრებაშიც მოვა, როცა ჩვენ გარდავიცვლებით. და თუ ჩვენ არ გვინდა ეს კატასტროფა აღმოჩნდეს ჩვენთვის, კატასტროფა, გამოუსწორებელი, ამიტომ ქრისტე, რომელიც ყოველწამიერად გვიკაკონებს ჩვენს გულზე, სანამ ჩვენთვის დაბრუნდება პირადად, ანუ სანამ ჩვენ გარდავიცვლებით, სანამ გლობალურად დაბრუნდება და საშნელი სამჟარო იქნება, მანამდე ყოველწამიერად გვიკაკონებს ქრისტე, როცა ჩვენი სარწმუნოება ცდილობს გაცოცხლებას, ეს ლოცვა იქნება ღმერთის სახელის გახსენება, სახარების კითხვა, წმინდა მამების კითხვა, ევქარისტიული ცხოვრება, სულ გვიკაკუნებს, სულ მუდამ ცნებების სინდისის მიხედვით და ასე შემდეგ, ცხოვრების მიხედვით. თუ ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, ეგების ვიღაცამ გამიღოსო, ხო, როგორც ამბობს უფალი, ყოველ ადამიანის გულთან რო აკაკუნებს. თუ ჩვენ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, მოხდება ისე როგორც მოხდა, აი დღეთა მით ნოესთან. ჩვეულებრივად ცხოვრობ, დღეს აღმოვიკითხეთ, ხო, ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ. ჭამდნენ, სვავდნენ, ქორწინდებოდნენ, ხო? ასევე ლოთი სოდომში რო ცხოვრობდა, სოდომ გომორში, იქა ჭამდნენ, სვავდნენ, იყიდიდნენ, გაყიდიდნენ, ნერგს ასხამდნენ, აშენებდნენ. ანუ ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ და უცებ მოხდა ის, რაც მოხდა. იქაც და აი ესე ჩვეულებრივად იქნება კაცობრიობა, ჩვეულებრივად იცხოვრებს, ანტიქრისტეს გამეფებული იქნება, მაგრამ ჩვეულებრივად იცხოვრებს კაცობრიობა, რა აგე 70 წელი ბოლშევიკების პერიოდში. ეს ჯოჯოხეთური მოცემულობა უღმრთობისა, ხო, როცა მოულოდნელად მოვა სიკვდილი, მოულოდნელად დაბრუნდება უფალი, ჩვენს წინ გათამაშდება ეს დრამა, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მოხდება ეს, ჩვენს გარდავიცვლებით, ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისათვის. და რა მიშლის ხელს მე, რომ ქრისტე დავინახო, რომელიც ყოველ წამს მიკაკუნებს და იმას რო ვერ გძნობ, რომ მიკაკუნებს, ჩემს აი იმას რო ყურადღებას არ ვაქცევ, თავარს, ჩემს პირად გარდაცვალებასაც არასწორად მივიღებ და უფლის დაბრუნება ჩემთვის არასწორი იქნება, ჩემთვის. ესე იქნება. და რა მიშლის ხელს? აი ეგ მიშლის ხელს რა. ჩემი სიმართლე. რა სიმართლეა ეს? რას გითხარით? სიამეთ მოყარეობა, მომხოჭველობა, ძალაუფლებისა და ფუფუნებისა და სიმდიდრისა და პატივმოყვარეობა. აი ეს. და ეს არის რასაც მე ცხოვრებას უწოდებ. თავარი შეცდომა რაში მდგომარეობს? თავარი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ მე სიცოცხლეს და ცხოვრებას უწოდებ იმას, რასაც ვხედავ.